რატომ და როგორ აღრჩევს ტრამპი კუბას? დღეს პასუხს ამ კითხვებს გავცემთ. ბოლო კვირეებია მსოფლიოს მთელი ყურადღება ირანზეა მიმართული. ასევე არავის ავიწყდება გრენლანდია და ვენესუელა, თუმცა ის რაც ნელა და თანმიმდევრულად ვითარდება, კასტროების ნავსაყუდელ კუნძულ კუბაზე სხვა მასშტაბის ამბავია. სხვა ჩაღრმავებებით, აქტორებითა და მიზნებით. ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება და დეტალურად ისაუბრებს შტატების სამეზობლოში მიმდინარე ნელი მოხრჩობის ოპერაციაზე. ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. ნელი მოხრჩობა კიდევ რბილი ნათქვამია თუ გავითვალისწინებთ იმ ტაქტიკებს, რასაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შტატებიდან 140 კილომეტრის მანძილზე მყოფი მტრულად განწყობილი კუნძულოვანი სახელმწიფოს საკუთარ რელსებზე გადასაყვანად მიმართავს. თუმცა ვიდრე ამ მეთოდებზე დეტალურად ვისაუბრებთ, ვერ გამორჩებით იმ რამდენიმე საკვანძო საკითხს, რაც საფუძველს უქმნის ამ ტაქტიკების ეფექტურობას. დღეს კასტროების მიერ მოწყობილი ტრიუმფალური რევოლუციიდან 67 წლის თავზე ეს ქვეყანა უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაშია. ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა იმდენადაა დაზიანებული, რომ ჩვეულებრივ მოსახლეობას დენი გრაფიკით დღეში 1 საათით მიეწოდება. მკვეთრად მომრავლებულია ტროპიკული დაავადებები, განსაკუთრებით ბავშვებში, რის გამოც ბოლო 5 წელიწადში სიკვდილიანობა 1000 მოსახლეზე 5-დან 14-მდე გაიზარდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 15%-ზე ქვემოთ ვერ ჩამოდის, ეროვნული ვალუტა პესო კი უბრალოდ ჩამოქცეულია. ტურიზმი და მედიცინის ინდუსტრიები კი მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ეფექტურები აღარ არიან. ლოგიკურადაა გაზრდილი კრიმინალიც. რაც ყველაზე მძიმე და მტკივნეულია ასეთი ქვეყნისთვის არის ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კუბა განათლების მქონე და ხელობის მცოდნე 2 მილიონმა ადამიანმა დატოვა, საერთო მოსახლეობის 20%-მა. ტვინების გადინებას ხელი შეუწყო ერთპარტიულმა უკიდურესად უხეშმა პოლიტიკურმა მოწყობამაც, რომელიც არავითარ წინააღმდეგობას არ ინდობს. სხვათა შორის 2021 წლის შემდეგ დაწყებული ეს ტვინებისა და კუნთების გადინება სწორედ ანტისამთავრობო პროტესტის სისხლიანი ჩახშობის შედეგია. ამ უბედურებების მიუხედავად პრეზიდენტ მიგელ დიას კანელის ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას კიდევ დიდხანს შეძლებდა, თუ გავითვალისწინებთ მის მოკავშირე ჩინეთს, რუსეთს, მექსიკასა და რაც მთავარია ვენესუელას. თუმცა აი სწორედ ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული მისი დღევანდელი გასაჭირიც. ოფიციალური კარაკასი მოკავშირე ჰავანას უფასოდ ან სუბსიდირებულად აწვდიდა საკუთარ ნავთობს, რითიც მის ენერგეტიკულ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. სანაცვლოდ რეგიონში მოკავშირეს ინარჩუნებდა და პრეზიდენტისთვის პირად კუბურ გვარდიასაც იღებდა. თუმცა ეს ყველაფერი ნიკოლას მადუროს შოკის მომგვრელი აყვანის ოპერაციით დასრულდა. მის ადგილმონაცვლე დელსი როდრიგესს ახლა მრავალწლიანი პარტნიორისთვის მხარდამჭერი სიტყვის გაჟღერებაც აღარ შეუძლია. როცა ვენესუელას პრეზიდენტი დააკავეს, პრეზიდენტმა ტრამპმა მაშინვე მიანიშნა, რომ შემდეგი სამიზნე სწორედ კუბა იქნებოდა. თუმცა ამ ქვეყნის შემთხვევაში ტაქტიკა სრულიად სხვა აღმოჩნდა. თეთრი სახლის განკარგულებით დღეს ეს გაუბედურებული ქვეყანა ფეხზე დგომის უკანასკნელ რესურსს ნავთობს ვეღარ იღებს. იწურება მარაგები და კიდევ უფრო ითიშება დენი. სხვათა შორის, ბოლო კვირებში ვიხილეთ მექსიკის ხელისუფლების მცდელობა ჩაენაცვლებინა ვენესუელა და ქვეყნისთვის საწვავი მიეწოდებინა. თუმცა ტრამპის ერთმა ზარმა ტარიფებისა და სანქციების მუქარამ კლაუდია შაინბაუმი და მისი გემები ჰორიზონტიდან გააქრო. სამაგიეროდ 2 დღის წინ ოკეანის მეორე ბოლოდან გამოჩნდა იმედის ნიშანი. არც მეტი არც ნაკლები რუსეთმა გადაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის ბლოკადას გვერდი აუაროს და უკიდურეს კრიზისში მყოფ მოკავშირეს საჭირო რესურსები ჰუმანიტარული დახმარების სახელით მიაწოდოს. რამდენად გამოუვა ეს მას რთული სათქმელია, თუმცა ვის და მოსკოვს ჰავანას ვალი ნამდვილად აქვს. ბოლო-ბოლო უკრაინაში დღეს კუბას 5000-მდე ჯარისკაცი იბრძვის. ვალი აქვს, მაგრამ ჯერ დიდს ვერაფერს აკეთებს ჩინეთიც, რომელსაც კუბაზე სადაზვერო ობიექტები აქვს გახსნილი, შტატებს არა ოკეანის გადაღმიდან, არამედ 140 კილომეტრიდან რომ უთვალთვალებს სწორედ მისი საშუალებით. ამასობაში სანახევროდ მეთქმევინა ის მიზეზებიც, რის გამოც ტრამპი კუბაზე რეალურადაა გადაკიდებული. ჩამოთვალოთ ძირითადი 3 მოთხოვნა. პირველი, კუბამ საიმიგრაციო საკითხებზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს თანამშრომლობა აშშ-სთან. უნდა დაუშვას ამერიკული სადეპორტაციო ხომალდების დაშვება ჰავანას აეროპორტში და 10,000 არალეგალი კუბელის უკან მიღება უნდა დაუშვას. ეს პრეზიდენტ დიას კანელს არ მოსწონს, რადგან უკმაყოფილო მოსახლეობის დაბრუნება საფრთხეა მისი რეჟიმისთვის.
მეორე კუბამ უნდა დაუხუროს სამხედრო ბაზები რუსეთს და დაუხუროს სადაზვერო ობიექტები ჩინეთს. რატომ ითხოვს ამას შტატები? ჩემგან დიდი ახსნა არ სჭირდება. აი მესამე და ბოლო მოთხოვნა ამერიკასთან სავაჭრო პარტნიორობის დაწყება. მის პორტებში უნდა შევიდნენ ამერიკული კომპანიები, მის ტურიზმსა თუ მედიცინაში შტატების კომპანიები სერიოზულად უნდა იქნენ ინტეგრირებულები. ეს კი ანტიამერიკული კომუნისტური კუბას ხელისუფლებისთვის ცხადია, რომ განსაკუთრებით მიუღებელია. რეალურად თუ ვკითხულობთ, რატომ აღჭობს ტრამპი კუბას, პასუხი სწორედ ეს სამი მიზეზია. უფროსწორად მათზე არ დათანხმება კუბის მხრიდან. მას უნდა ველოდოთ თუ არა კუბაზე რეჟიმის ცვლილებას ან იგივეს მოხდენას, რაც ვენესუელაში ვიხილეთ. როგორც ტრამპს უყვარს ხოლმე თქმა, ყველა კარტი მაგიდაზეა და ყველა სცენარი განიხილება. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემები წერენ, პრეზიდენტ დიას კანელის ჩამოგდება რეალური ამოცენა ამ ჯერზე ნამდვილად არ არის, რადგან არასტაბილურობა კარიბის ზონაზე შტატებს ახლა ნამდვილად არ სჭირდება და შესაძლოა ბოლომდე ეფექტურიც ვერ გამოვიდეს. თუ გავითვალისწინებთ იმ იდეოლოგიურ კავშირს, რაც კომუნიზმთან მთლიანად ერთს აქვს. სწორედ ამიტომ არ ვხედავთ ჰავანაზე მიყენებულ ავიამზიდებს. აქ სხვა თამაშის წესებია საჭირო, ის რომელიც მტერს შიგნიდან დაანგრევს. გამოუვა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას დასახული მიზნის სრულყოფილად მიღწევა, ეს კვლავ რთული სათქმელია, თუმცა გირჩევდით ამ ქვეყანას განსაკუთრებით დააკვირდეთ, რადგან რეგიონში მემარცხენეობის მთავარი ბასტიონი, რევოლუციების ექსპორტიორი სახელმწიფო ამ ქვეყანაში მოვლენები იმაზე არანაკლებ დრამატულად შეიძლება განვითარდეს, ვიდრე ეს ვენესუელაში ვიხილეთ ან ირანში ხედავთ ახლა.